ზოგჯერ ერთი პატარა ტაძარი ათეულობით ადამიანის ისტორიას ინახავს. ისტორიებს ტკივილზე, მოლოდინზე, ლოცვასა და იმედზე. ქვემო ნავთლუღის წმინდა ბარბარეს ეკლესიაშიც სწორედ ასეთ ამბებს მოგიყვებიან. ამბებს, რომლებშიც რწმენა განსაცდელზე ძლიერი აღმოჩნდა. 2000 წელს შემეძინა დიშვილი ბარბარე და 6 თვისას აღმოაჩნდა ათვისებიანი სიმსივნე. ექიმების პროგნოზი დამაიმედებელი არ იყო. კუნალობა შედეგს ვერ იძლეოდა. ოჯახი იმედსა და ნუგეშს მხოლოდ ლოცვაში ეძებდა. იმ პერიოდში ისინი განსაკუთრებული სასოებით წმინდა ბარბარეს სასწაულმოქმედ ხატთან ლოცულობდნენ. რამდენიმე კვირის შემდეგ მიღებულ პასუხს კი ოჯახი დღემდე სასწაულად მიიჩნევს. მოძღვრის დახმარებით, ყოველდღიური პარაკლისების გადახდით, ლოცვით, ზიარებით მოხდა სასწაული. 1 თვის შემდეგ უკვე გამზადებული ჩვენი ბარბარე საოპერაციოდ გვეუბნებიან ექიმები, რომ ბავშვი არის სრულიად ჯანმრთელი. და ეს იყო ჩვენთვის ძალიან დიდი საოცრება სასწაული. წლების შემდეგ იმავე ბავშვის ხმა გალობისას ისმის. დღეს ბარბარე უკვე 26 წლისაა და ამავე ტაძრის გალობელთა გუნდის წევრია. ამ სულიერ კერასთან მისი მთელი ოჯახიც არის დაკავშირებული. ისინი 10 წლეულებია, ეკლესიის ცხოვრებასა და მსახურებაში მონაწილეობენ. 15 წლის ვიყავი, როცა ტაძარში შემოვდგით ფეხი, ოჯახი თურთ და დამკვიდრდით. დედა მესამთლეთ მუშაობს ტაძარში 30 წელი და ჩვენს შეძლების დაგვარად ვცდილობთ, რომ ვიყოთ, მოვემსახუროთ როგორც საჭიროა და არ დავიშუროთ ძალები წმინდა ბარბარესთვის. წმინდა ბარბარეს სასწაულმოქმედი ხატი უკვე საუკუნეებია, რაც ქვემო ნავთლუღის წმინდა ბარბარეს ტაძარშია დაბრძანებული. როგორც ტაძრის წინამძღვარი გვიყვება, აქ ადამიანები სხვადასხვა სათხოვარით და მადლიერებით მოდიან და ხშირად სწორედ ამ სიწმინდეს უკავშირებენ საკუთარ ცხოვრებაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებსაც. ეკა გელიაშვილია, ჩვენი მრევლი, 15 წელიწადი არ ყავდა შვილი. მეოთხე კაცო ღმერთს თხოვე და როგორ თხოვე ლოცულობოდა. ისე უნდა ილოცო, რომ იმან გაიგოს. გაუკვირდა. როგორ ლოცვა არის, რომელიც უფლისთვის ლოცულობდა, უფლს გააგებინებ შერაგენთა. შენ წარმოიდგინე, რომ ეკა ისე ილოცა, რომ გააგებინე უფლს და ესე იგი, ჩემი მოსვლიდან 10 თვის ბოლოს შვილი გააჩინა. თვითონ უნდა მოინდომოს ადამიანმა ყველაფერი, მომაკვდავს გააცოცხლებს უფალი. სწორედ ამ სიწმინდის გარშემო საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა ამ პატარა, მაგრამ განსაკუთრებული ტაძრის ისტორია. წმინდა ბარბარეს ეკლესია პირველად 1779 წლის წყაროებში იხსენიება, თუმცა საეკლესიო გადმოცემის მიხედვით მისი ისტორია გაცილებით ადრე, მერვე საუკუნეში იწყება. საქარავნო გზები სადაც იყო, ღამის თევები რო ხდებოდა, იქ შენდებოდა ეკლესიებიც, იქ იყო თავშესაფარი და ყველაფერი. და იმ ხალხისთვის აქ რახან დიდი ბაზარი იყო. აშენდა აქ ეკლესია, აი ეს ნაწილი. ამას ეტყობა, რომ ძალიან ძველია. იყო ეს პირველი ნაწილი ეკლესიისა და სტოა არის მერე მიშენებული. ერთნავიანი ეკლესია საუკუნეების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის სულიერი თავშეყრის ცენტრს წარმოადგენდა. აქვე მდებარეობდა სოფელ ნავთლუღის მფლობელთა სუმბათაშვილების საგვარეულო საძვალე. ისტორიული წყაროები აქ ერეკლე მეორის ციხის კვალსაც მოიხსენიებს. ტაძრის მინაშენიც სწორედ მეფე ერეკლეს სახელს უკავშირდება. ერეკლეს დროს ესეთი სიტყვიერი გადმოცემაა, რომ ერეკლე მეფე სანადიროდ ყოფილა და გამოუვლია და აქ წირვის დროს ბევრი ხალხი ყოფილა. ერეკლეს უკითხავს, რომ ეს რა არისო და უთხრეს, რომ ეს წმინდა ბარბარეს ეკლესიაა და ხალხიო ბევრი დადის, რომ მე რათა წვალებთო ხალხო მეფეს უთქვამს. მიაშენეთო და რამეათ მართალია ვერ გეტყვი, მაგრამ მეფე ერეკლესგან გასაკვირი არ იყო ის, როგორც ქართველთა მოყვარული და როგორც ქველმოქმედი და ეს სასაფლაოები აქ საერთოდ არ იყო. სასაფლაო იყო აი იმის იქით, ხევში იყო სასაფლაო. დღევანდელ სახემდე
წმინდა ბარბარეს ტაძარმა რთული გზა გაიარა. წლების წინ აქაურობა თითქმის მიტოვებულ შთაბეჭდილებას ტოვებდა. მოუვლელი გარემო, დაზიანებული ინფრასტრუქტურა და თითქმის დაცარიელებული ტაძარი. თუმცა დროთა განმავლობაში მრევლისა და მამა ისეს ძალისხმევით ეკლესიამ ახალი სიცოცხლე შეიძინა. აქ წელიწად ნახევარზე მეტი არავის არ მსახურია. მე რო პეტერბურგიდან ჩამოვედი და საპატრიარქოში მითხრეს რომ აქ უნდა წამოსულიყავი, მეგობრები შემხვდნენ ხდლები, ხო არ დაგნიშნეს სადმე, კი და სად? ქვემო ბარბარეში. უიმე რატო? მეოთხე კაცო როგორ რატო? იქ ღმერთი არ არის. არ წყალი, არ ჩუქი, ნუ არაფერი. წყალიც გავაკეთეთ, ჩუქიც გავაკეთეთ. დავიწყეთ. ღმერთი შეგვეწია. ესე ადგე წახვიდე და დატოვო რის გამო? მე არ ვიცი რის გამო და მე მადლობელი ვარ და კმაყოფილი ვარ აქაურობით. დედა, რა ლამაზები ხარ, რა ლამაზები. ლოცვასა და ღვთისმსახურებასთან ერთად წმინდა ბარბარეს ტაძარში საგანმანათლებლო საქმიანობაც აქტიურად მიმდინარეობს. უკვე წლებია, აქ საკვირაო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც სხვადასხვა ასაკის ადამიანები იკრიბებიან. მიზანი კი მხოლოდ ცოდნის მიღება არ არის. თავარი აქ ღირებულებების, ურთიერთპატივისცემისა და სიყვარულის სწავლებაა. დაახლოებით არის 16 წელი, რაც საკვირაო სკოლა ფუნქციონირებს ჩვენთან. ჩვენ მუშაობდით 3 წლიდან ალბათ 80 წლის ადამიანებამდე ყველა გამოყავდა სცენაზე, ყველასთან მქონდა კომუნიკაცია. უპირატესი არის სიყვარული, ხო და სწორედ სიყვარულს ვასწავლით საკვირაო სკოლაში, ჩვენს ახსაზრდელებს ვასწავლით მამულის სიყვარულს, პატივისცემას და საკმაოდ დიდია ცვლილება იმ დასაწყისიდან დღემდე. ფოლკლორის ჯგუფები, ხატვისწრე, საგანმანათლებლო შეხვედრები, ფილმების ჩვენება და კულტურული ღონისძიებები. საკვირაო სკოლა ტაძრის ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. მის კედლებში გაზრდილი არაერთი ბავშვი დღეს უკვე თავად ეხმარება ახალ თაობას. საკვირაო სკოლა ჩვენთან დაარსების დღიდან დღემდე არის უფასო, როგორც ყველა საკვირაო სკოლა, რომელიც საპატრიარქოს ეგიდით მოქმედებს. ჩვენ ველოდებით მსურველებს, პატივისცემით, უდიდესი სიყვარულით, ენთუზიაზმით მზად ვართ კიდევ მრავალი თაობა აღზარდოთ. სწორედ ადამიანების, მათი ისტორიებისა და მომავალი თაობების წყალობით რჩება წმინდა ბარბარეს ტაძარი დღესაც ცოცხალ სულიერ კერად. ასე აგრძელებს პატარა ეკლესია დიდი მისიის შესრულებას. რწმენის, სიყვარულისა და ღირებულებების თაობიდან თაობამდე გადაცემას. პატრიარქის სიტყვებია ილია მეორესი. თუ ვინმე ზრუნავს შენზე, ბევრად მეტად იზრუნე მასზე. თუ ვინმეს უყვარ ხარ, ორჯერ მეტად შეიყვარე. თუ ვინმე გწყალობს, ორჯერ სამჯერ მეტად წყალობდე შენ და ეს არის ქრისტიანობა.